ყველაზე დიდი წინააღმდეგობები გარეთ არ არის, ის შენს გონებაშია. იქ სადაც იბადება შინაგანი წინააღმდეგობა, სადაც ჩნდება ეჭვი, შეში და გაუბედაობა. ისინი ჩუმად ჩაქჩურჩულებენ მიზეზებს, რატომ არ უნდა დაიწყო, რატომ უნდა გადადო, რატომ არ ხარ მზად. და თუ ამ ხმებს მოусმენ, შენ გაჩერდები. შენ ვერ დაიძვრები ადგილიდან, არა იმიტომ, რომ ვერ შეგიძლია ან არ შეგიძლია, არამედ იმიტომ, რომ დაელოდო იმ მომენტს, რომელიც არ მოვა. სიმართლე ასეთია, წარმატება არ მოდის მაშინ, როცა შიში ქრება, შიში იშვიათად ქრება თავიდანვე. წარმატება მოდის მაშინ, როცა მიუხედავად შიშისა, მაინც მოქმედებ. დაფიქრდი პატარა ბავშვზე, რომელიც სიარულს სწავლობს. ის არ ელოდება დარწმუნებას, ის არ ამბობს. ჯერ უნდა ვიცოდე, რომ აღარ დავარდები. ის დგება, ეცემა, ისევ დგება და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობს სიარულს. მაგრამ სადღაც გზაში, როცა ვიზრდებით, ეს მარტივი ჭეშმარიტება გვავიწყდება. გგონია, რომ მოქმედებამდე უნდა ვიყოთ მზად, დარწმუნებულები, დაცულები, უშიშრები, მაგრამ სინამდვილე სხვაა. დარწმუნება არ არის წინ, მოქმედებაა პირველი. ყოველი მცირე ნაბიჯი ამცირებს შიშს. ყოველი გაბედული ქმედება აძლიერებს შენ შინაგან ძალას და რაც უფრო მოძრაობ, მით უფრო ჩუმდება ის ხმა, რომელიც ადრე გაჩერებდა. წარმატება არ მოაქვს მხოლოდ ფიქრს, წარმატება მოაქვს მოძრაობას. ფიქრი ხშირად აჭიანურებს, მოქმედება კი ცვლის. მოქმედება აუცლურებს ეჭვს, მოქმედება შლის წინააღმდეგობას, მოქმედება ქმნის ახალ რეალობას და საბოლოოდ მომავალი ეკუთვნის არა მათ, ვინც შიშის გაქრობას ელოდება, არამედ მათ, ვინც შიშთან ერთად წავიდა წინ. არ დაელოდო იმ დღეს, როცა აღარ შეგეშინდება, იმოქმედე დღეს და შიში გზაში დარჩება, შენ კი წინ წახვალ. მეგობრებო, ამ აუდიოს ცოტა განვავრცობ, მსურს ამ ყველაფერზე საუბარი. საქმე იმაშია, რომ წინსვლა განვითარება პიროვნულისა და განვითარება ხდება იმ მომენტში, როცა მიუხედავად ყველაფრისა, ამაზე ხშირად მისაუბრია ადამიანი, მიდიხარ წინ, მაინც მოქმედებ, მაინც მოძრაობ. მეც მჩვეოდა ხოლმე ადრე და რაღაც დოზით კიდევ დარჩა ეს ჩვევა ჩემში, თუმცა ვმუშაობ ამ ყველაფერზე და მგონია ბევრ ადამიანს აქვს რაღაცის გადადება, როცა გონიათ, რომ ჯერ არ არის შესაბამისი მომენტი, ჯერ არ ვარ მზად, ჯერ არ შემიძლია ეს, ჯერ არ ვარ საკმარისად ძლიერი და ასე შემდეგ, ან არ მიმსახურებ ამ ყველაფერზე, ეს იმდენად კარგია, აბა მე როგორ და ასეთი აზრები შეიძლება ბევრს აწუხებდეს. ეცადეთ ყველანაირად, რომ არ გაჩერდეთ, მიუხედავად ყველაფრისა, როგორი აზრებიც არ უნდა გქონდეთ, იმოქმედოთ და წაიწიოთ წინ, თუნდაც ძალიან ნელი და პატარა ნაბიჯებით, თუმცა ერთ ადგილზე არ გაჩერდეთ, ეს იქნება ჩემი რჩევა და ამ ტექსტში რაც იყო მოცემული, განვითარება ყველას დიდი ხდება მართლა მაშინ, როცა მიუხედავად ეჭვებისა, მიუხედავად შიშისა, მიუხედავად შინაგანი წინააღმდეგობისა, ოღონდ გულისხმობ როგორც წინააღმდეგობას, იცით, აი რომ ხვდებით თქვენ თვითონ, რომ ეს არ არის თქვენი ნამდვილი შინაგანი ხმა, არამედ ძველი წესების და ჩვეულებების, რაც გქონდათ აქამდე მაგალითად არასწორი, რომლის შეცვლაც გინდათ, მათი ასე ვთქვათ მოქნეული კუდებია და იმ წესჩვეულებებიდან გამომდინარე აზროვნებთ ისევ რაღაც დოსით და მოქმედებთ, ეს ძველი პროგრამებია, ასე რომ ვთქვათ და ის ძველი პროგრამები ჯერ კიდევ მოქმედებს, რომლის შეცვლაც შეიძლება გინდოდეთ. ამ ყველაფერს როცა ხვდებით, ანუ ეს ფიქრები და აზრები საიდან მოდის, რატომ გაქვთ, ხომ? მიუხედავად ამ დროს შინაგან წინააღმდეგობას ამას ვეძახი მე, როცა იცით, რომ ეს ფიქრები და ასეთი მოსაზრებები არის ძველი პროგრამების უბრალოდ და არ არის თქვენი ნამდვილი შინაგანი მეს გამოძახილი, ასე რომ ვთქვათ. ამ დროს
უნდა იმოქმედოთ მაინც, ანუ შეიძლება რთული იყოს, თუმცა რამდენად რთულიც არ უნდა გეჩვენებოდეთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, გადააბიჯოთ ამ ძველ პროგრამებს, ხო? რამდენად რთულადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, იმდენად დიდია შემდეგ ჯილდო და ის შინაგანი შემდეგ სიხარული და ეს ზრდის შეგრძნება, განვითარების შეგრძნება, ანუ ამ დროს ვითარდება ადამიანი ყველაზე მეტად, როცა გამოვა რაღაც კომფორტის ზონიდან ამ ძველ პროგრამებს, გადააბიჯებს და რაღაცა შეცვლის, ხო? ერთ წრეზე სიარულით ვერ ვითარდება ადამიანი სამწუხაროდ და თუ საბედნიეროდ და ამიტომ ამ ტექსტში მე ეს აზრი დავინახე და მინდოდა ცოტა განმევრცო, რომ ის კი არ არის, რომ უასრო რისკზე წავიდეს ადამიანი, რა თქმა უნდა ეს მიუღებელია და არ არის სასარგებლო, ხო? აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ადამიანები ერთ წრეში როცა შეიკეტებიან ხოლმე და ვერ გამოდიან კომფორტის ზონიდან, ამ გაბედულებაზეა საუბარი, რომ გაბედოს და ის რაღაც ახალი გააკეთოს, რაღაც გაარღვიოს ის წრე, რომელზეც შეიძლება ადამიანი კვირეები, თვეები და წლები დადიოდეს, ხო? ამ გამბედაობაზეა საუბარი და ამ გამბედაობის დროს ზუსტად იცვლება ადამიანი უკეთესობისკენ პოზიტიური კუთხით და იზრდება და ვითარდება პიროვნულად ყველაზე მეტად, როცა მსგავს ნაბიჯებს დგამს. იმედი მაქვს გასაგები იყო თქვენთვის წარმატებებს გისურვებთ სიყვარულით ნენეთი.